მოგესალმებით, ეს მუსიკა თუ ისმის, ეგაც ახლოსაა. Street art-თან, გრაფიკთან, ჰიპ-ჰოპი ყველაფერი ერთია. შეგითანხმეთ, რომ სახე დაფარული უნდა მქონოდა, რადგანაც მაქვს უამრავი საპროტესტო ნახატი გაკეთებული ქუჩაში, რადგან არ შემიძლია გაჩუმება. ტილოდან დავიწყე მხატვრობა და ქუჩაში გავედი საინტერესო წარწერებით, პოეზიითა და ბრძნული აზრებით. შემდეგ უკვე ესეთი წარწერებით და ისეთი ნახატებით, რომელიც კითხვას გააჩენდა ხალხში სხვადასხვა თემებზე რა, აბსოლუტურად ერთი მეორესგან ყველანაირად განსხვავდებოდა რა, ხო და ახლა მიწევს რომ ერთ თემაზე რა, სინდისის პატიმრებზე ვხატო თემები კონკრეტულად და ასევე ვხატო ერთ საპროტესტო ტალღაზე რა. აი როგორც ეს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა თუნდაც. მთავარი ფრაზა და რაღაც შინაარსობრივი კვეთა. და რომ აი რაღაცა იყოს, რაც მინიმუმ დააფიქრებს რა და კვანს აკეთებს იმ ადამიანთან, ან მის ბავშვობასთან, ან მის რაიმე ნათქვამ ფრაზასთან, ან რაღაც მსგავსი იქნება რა კვეთა. 2019-დან საერთოდ ქუჩაში დავიწყე ხატვა. ხეები და ბუსები ნაკლებად, ღობეები და სხვადასხვა თემები. როდესაც ჩავთვალე საჭიროდ რომ აუცილებელია ხმის ამოღება, უკვე ავტორიტარიზმია და უკვე დიქტატურა, უკვე იძულებული ვიყავი რომ საპროტესტო ნახატები გამეკეთებინა რაც შეიძლება მეტი. ესე მცირე პროტესტები იყო რაღაც წვრილმან დეტალებზე, მაგრამ კონკრეტულად ასე კუთხით დავარდნა პროტესტში უკვე მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა სამართლო განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ იკეტება გზაო რა. კიდევ 4 წლით. ვაკეთებ იმ პროტესტს, რაც საჭიროა, აი თუნდაც აი გადაატარე კადრი, ესენი არის რამოდენიმე თვის წინ გაკეთებული სინდისის პატიმრების მიმართ რა. მაშინ ჯერ კიდე სადიგოვი 154 დღე შიმშილობდა, თემურ ქათამაძე 29-ზე მეტი და მზია 33-ზე მეტია. პირდაპირ კედლებით ესე კენი სიმართლეს რა, კენი იმას რაც შენშია. და როგორც ცხოვრობ და რასაც აკეთებ რა საერთოდ. ესაა მთელი ჩემი ცხოვრება რა. ნარსი უნდა იკითხებოდეს როგორც ფრაზიდან, ის ახატიდან. უნდა ყვიროდეს თავისას რა, ასე ვფიქრობ. არის მომენტები, რომ კონკრეტულად საიმისო ადგილს ეძებ, რაც თავში გაქვს იდეა, რომელ ადგილს უფრო მოუხდება, სად უფრო იყვირებს. ნუ გააჩნია რა. ანუ იცი რა, სად უნდა გააკეთო და სად არა. და ზოგჯერ თვითონ ის შენობა არის რაღაცის შთამაგონებელი შენთვის, მაინსპირირებელი. ზოგჯერ ის ღობე, ზოგჯერ ის სხვადასხვა რამ და ფიქრობ როგორ მიხვიდე იქამდე ისე რომ უსაფრთხოდ დახატო რა. ან კამერებს უყურებ, ან სხვადასხვა სამსახურის თემები რამდენ ხანში ერთხელ გადიან, სტრესსა დატყავენ როგორ ანაირად რომ იყო არა ისე როგორც აქტივისტები, რომ აი მინდა და ვაწე. ყოფილა რომ მაგის გვერდზე დამიხატავს და ის აქტივისტი დაუჭერიათ და მე ბევრად დიდი ხანი ვყოფილი ვარ იმ ადგილზე, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინები და გადავრჩენილი ვარ. ანუ ადგილს ვეძებ, თვითონ ზოგჯერ ადგილი შთამაგონებს რა დავხატო რა.